წყაროს კარტი რომ იჭირავს ხელში, 2x2 4-ია, მოგიყვე რა ხდება შენ თავს და რა იქნება. ტაროს კარტში არ ხედავ ქოცების დასასრულს? ამოდის ეშმაკი, კარტი და ამოდის კოშკი, აფეთქება. შოქში ჩავარდი შენს ინსტაგრამზე რო შევედი. ხოცურ რესტორანში რომ მივიდივარ, აი ბოლო ხმაზე ხმამაღალს კაიფობ. თან ახლა შოუმენი ვარ და ვიცი what makes them tick. ყველა გაუშვი 300-ზე. იმედზე რომ მუშაობა შემოგთავაზონ ძალიან დიდი ხელფასის სანად. იმედზე არა ქალო რას ლაპარაკობ იქ რა წამიყვა. იყო დრო რომ ნაცებსაც გადასარევად უძრებოდნენ ტრაქში და იცი მეც ძალიან არ მსიამოვნებს როცა ქალი იგიდე. მე გამდის. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შენი შევარდნა მითხარი ახლა რა იყო ეს? მერე კი არ აქცდება დიების რევოლუცია მეტო დამბრიდავენ. პრაქტიკულად ხარ ტრამპის ინფლუენსერია. აი ტრამპი არის ჩემი ჯიგარი რასაც ქვია რა. აი მიხარია ჩემ ქვეყანაში რა და ჩემ ფესებში რა. გიყვარს სამეგრელო? ყველას ფესები ეწახის. ჯობს სიცოცხლეს ან აზრახსა სიკვდილი სახელოვანი ხო იცი? ეს არის YouTube არხი მისმინე. თქვენ უყურებთ გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ია ფარულავა. ძალიან მიხარია იას რომ აქ ვხედავ. გიждდება გადაღებებზე, როგორც ვიტყვი. ძლივს მოვიყვანა ია ჩემთან გადაცემაში. მანანას ხათრით მოვიდა, ვიკას ხათრით კი არა. ჩვენ ია გვინახავს ყველგან კინოში, თეატრში, ტელევიზიაში, ინსტაგრამზე, სასაცილო მემებშიც გვინახავს, პოლიტიკურ აქციებზე გვინახავს, რომ შევარდი იქ საზოგადოებრივ მაუწყებელში. მოკლედ, ბევრნაირი ია გვინახავს და მე რაღაცნაირად მინდა რომ კიდევ ერთი ია აღმოვაჩინო დღეს და პირველად მომეცა შესაძლებლობა შენთან საუბრის. შენობით მოგმართო? აუცილებლად ვიკამ. კარგი. ია, შენ ხარ ქალი, რომლის ხსენებისას ხშირად ამბობენ ასეთ სიტყვებს, არის სკანდალური, ეპატაჟური და პირდაპირი. ეს შენი იმიჯია? ეს ჩემი ხასიათია, რომ პირდაპირ ვიყო, რომ ყველაფერი რასაც ვფიქრობ ის ვთქვა, არ მაქვს რაღაცა ფილტრები, არ მაქვს ცენზურა და არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. მე მგონი არ ფლად კარგი არ იყო, ამის გამო ხშირად გავხელვარ არაერთ არასასიამოვნო სიტუაციაში. კი, უბრალოდ მე არ მიყვარს არც ჩემი სხვისას დავმალო, მაგრამ არ მიყვარს რაღაცა ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები დავმალო. თუმცა, ჩემო ვიკა, მოგეხსენება რომ მე ვარ მსახიობი განათლებით და ანუ ეს ია ფარულავას იმიჯი ყოველთვის იყო მსახიობობის ნაწილი. ანუ ეს იყო რაღაცა თამაში, რითაც მე ვირთობდი ჩემს ძალიან სერიოზულ თავს და ვართობდი სხვებსაც. ნუ ერთი პერიოდი იყო ეპატაჟური, მერე იყო სკანდალური, თუ იყო თუ ზრდელი თუ ასეთი რომ აი ამ ჩვენ მაყურებელს რატომღაც ასეთი ია უფრო მოწონს და მეც უფრო ვერთობოდი. ანუ შენ ცხოვრებაშიც თამაშობ? ესა შეიძლება ითქვა? არა, ცხოვრებაში უკვე არ ვთამაშობ, მაგრამ აი როდესაც ინტერვიუზე ვჯდები, ეს უკვე ისე გამჯდარი მაქვს და მე რამდენი ინტერვიუ აღარ ვიცი, იქ რაღაცა ირთვება თამაშის ელემენტები, თუმცა ყველაფერს სიმართლეს ვამბობ, რასაც მეკითხები სიმართლეს ვამბობ და იცი, აი მე მაგალითად გადაცემა მიმყავდა, იცით ეს ფარული კონვერტი, მერე იყო ია ფარულავასთან ერთად კონვერტი და იქ ძალიან ბევრს გადაოვდი და ნუ რასაც მინდა, აი როგორც მინდა ფრთები მქონდა გაშლილი და მერე რომ შემიცვალა ფორმულამ და გამხადა რაღაცა საუბრები თუ რა ერქვა იმ გადაცემას აღარც მოს ია ფარულავასთან და უცებ რომ დავსერიოზულდი და რაღაცა ისეთი კი შემილია ვიყო ძალიან აკადემიური, ძალიან დასერიოზული და ისე მოვიწყინე, ისე არ ვიყავი, მე არ ვიყავი, მე, ჩემი ამპლუა ეს არ იყო. და კაია რომ დამთავრდა ეგ გადაცემა. მართლა. თუმცა მაყურებელს მოწონდა ასეთი სერიოზული ია. შენს კონტენტში ინსტაგრამზე ბევრი უცენზურო სიტყვა, ეხაც ახსენე უზრდელიო, ასეც გეძახიან და არ გეშინია რომ ამის გამო ოცნებამ შეიძლება დაგსაჯოს. მე გუშინ სასამართლო მქონდა და 4000 ლარი დამაჯარი. ეს ხე არის? კი. მაგრამ არ ვიცი ჯერჯერობით ოცნება ვერაფერს ვერ მიბედავს. ანუ არც დამაჯარი არაფერი არ მიქნა საერთოდ არ ვიცი მარტო არ ვიცი
გაგებაში არა ვარ, ჩემთვის ეს არის ამოუცნობი, არც ვერსია არ გამაჩნია. ეხლა დიდად არ გამოვირჩევი რაღაც აქტიურობებით აქციებზე და რაღაცა და ეხლა თუ მიიღალ აქციაზე, პირბადეს ნახდათ არ გავიკიდე ბოლოს და ბოლოს პირველ არხზე შევარდი, ხო და რაღაცა თქვა. მაგრამ ამ შევარდნაზე კიდე ცალკე ვილაპარაკოთ, კი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. არ ვიცი რის გამო, რამოდენიმე ვერსია გამიჟღერდა. ალბათ იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ რომ მე რაღაცა ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობ, ვიღაცებს გონია რომ ესე იგი ჩემი ეშინიათ იმიტომ რომ რაღაცა გზნეული კუდიანი ჯადოქარი ჯადობასი ვარ და შემიძლია ვიღაცები დავწყევლო, ვიღაცებმა მითხრეს რომ შენ ახლა ტრამპი გიცავს და ტრამპის ქალი ხარ და იმიტომ არ გიბედავენ, ვიღაცებმა მითხრეს ვიცი რა ვიღაცამ ხო უნდა გამოუშვას ორთქლი და შენ გაშვებინებენ ორთქლს, არ ვიცი ვერსია ბევრია, მაგრამ მე თვითონ არაფერი არ ვიცი. ამის მერე თუ დამაჯარიმებენ და რა ვქნა მაგიზე დაცვატილებ. ნუ ქალი რომ იგინება, არ არის თქვათ მისაღები ქართული საზოგადოებისთვის, კაცზე არ არის ეს პრობლემა, ეს შეგვიძლია. იცი მეც ძალიან არ მსიამოვნებს, როცა ქალი იგინება. მართლა. ძალიან ცუდად ხვდება ყურზე. ძალიან საშინლად, ეხლა ნუ აი წარმოიდგინე, ახლა მაიასაც რომ შეიგინოს, რელა წურწუმიან ჩემსავით. იმათ არ მოხდება, მაგრამ მე მიხდება. მე ძალიან მიხდება და გიჟდები ისე მიხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს გადავწყვიტე ცოტა დავღვინდე ასაკის მატებასთან ერთად და თანაც ახლა არაერთი სტორი მაქვს ვიძღვრილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბილწიტყვაობა, არაერთი კვლევა ჩატარდა, დაჟე წიგნიც გამოიცა ინგლისში, არის ნიშანი მაღალი IQ და intelligence-ის და ასე რომ რამენაერად მაპატიებენ. ერთ-ერთი ინტერვიუში შენ ამბობ, რომ მე მოკლედ მოვიძიე ამ ამასობაში, რომ არიცი რა არის გართობა. დრას გულისხმობ და ეს ტუსოვკები ეგრეთ წოდებული არ გიყვარს? რატო? ართული თავს თბილისური ბომონდის წევრად ეს სიტყვა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ თბილისური ბომონდღის თუ ბომონდი, ახლა ბომონდი კიდე არის შოუ ბიზნესის ბომონდი, რომელიც დაიშალა ფაჩიკოს გარმონივით, იმიტომ რომ ზოგი კოცი გახდა, ზოგი რაღაცა გაურკვევლად არის და ახლა რაღაცა სვეტსკი ტუსოვკებში და სულა რაღაცა დაპატიჟებული რაღაც იმებში ვერასოდეს ვერ ვერთობოდი სიმართლე. ვინ არის ეგ ხალხი, აი სვეტსკი ტუსოვკებს, ვინ აკეთებს დღეს? აი ვიცი დაბადების დღეზე მოხვედრა ნიშნავს, რომ ხარ სვეტსკი ტუსოვკის, არ ვიცი, მონაწილე. არ ვიცი, ახლა ეს დაბადებს არის, მაგრამ აი სიები აქვს თან კომპანიებს, თქვათ იგივე ვიღაცებს, რომ აი ეს სია და დადიან ამ რაღაცა ამბებში და ეხლა ჩემთვის ყველაზე სვეტსკი ქალი თბილისში მაკა მიქაძეა, ჩემი მეგობარი სალომე მეფურიშვილია, ჩვენი სალომე არის მაგალითად, ეს მართლა ესეთები რა, აი ძირძველი სვეტსკები და ეხლა დანარჩენი მე არ ვიცი. ახალი თაობაში? არა, ახალი ქართველები არსებობენ. ახალი ქართველებს მე არ ვიცნობ. აი კოლცენტრებით გამდიდრებულ ქართველებზე ამბობ, რაღაც ფერარები და რაღაცები რო ყავთ, ეგეთებს არ ვიცნობ, ეგეთან შეხება არ მაქვს, არც მინდა რომ მქონდეს შეხება, რაც შეეხება თვითონ ტუსოვკას, ტუსოვკები მე თვითონ არ მიყვარს, დაბადების დღე არ გადამიხდია, უკვე მე რამდენი წელია, მხოლოდ იმიტომ რომ აი 12 საათზე რომ მეძინება ხალხს ხო არ გავყრი. ოღონდ მართლა. მაკ ახსენე მიქაძე, რატომ არის ეს შენთვის ადამიანი, მაკა ჩემთვის ჯერ ესეთი ბავშვობიდან ვიცნობ, მეორეც ერთი არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ძალიან კარგი ოჯახიდან, სხვა ღირებულებებზე აღზრდილი ქალია, ჭეშმარიტი ის არის თავისი ქვეყნის პატრიოტია, კიციც უნახავს, კიცმაცურიც უნახავს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ქალია, ჩემთვის ესეთები ცოტანი დარჩნენ უკვე, ცოტანი და მე ჩვენც გავალთ ამ სიაში ჩვენი თაობაც შევა ალბათ. შენთვის ეს მნიშვნელოვანი თვისებაა პატრიოტიზმი? აუცილებლად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის, რომ შენი სამშობლო არ უნდა გაყიდო, შენი მიწაწყალი არ უნდა გაყიდო და შენი ფესვები უნდა სულ გახსოვდეს და უნდა ზრუნავდეს შენ სამშობლოზე. ამაზე მეტი რა შეიძლება იყოს და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა
ქვეყანა სრულიად ხალხს გონია რომ ბიძინა მართავს საქართველოს და ბიძინა სადღა მართავს საქართველოს უკვე დიდი ხანია რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ და ბევრს ეს არ ესმის ხალხი დაიღალა ისა და მაგრამ მაინც დასაფასებელი არიან ის ადამიანები რომლებიც აი ყოველღამე დგანან აქციაზე დგანან იმ იკრიბებიან მიუხედავად იმისა რომ დიდად ვერაფერს ვერ აღწევენ ხო ძალიან დასაფასებელია და რა ვიცი. მე მინდა ამაზე აუცილებლად მოგვიანებით ვისაუბრო, მაგრამ როდესაც შენ ამბობ, რომ ბევრი ვერ ხვდება ამას რა ტრაექტორია აქვს ჩვენს ქვეყანას მეგობრები ყავს ასეთი ვისაც ცდილობ რომ აუხსნა. არავის აღარ უხსნი, ეგეთები ყველანი ჩავხსენი. მართლა. აბა, ყველა კოცი რომელიც არის უტვინო და მიაჩნია რომ აი ბიძინა გენიოსია და ბიძინა ამ დროს გენიოსი აღმოჩნდა რომ სულაც არ არის პოლიტიკურად, მაგრამ შეიძლება ბიზნესში იყოს გენიოსი და ბიძინა მაინც დაალაგებს, ხო? ნუ ბიძინა მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე ხო, მადლობა ბიძინას. ესეთი ხალხი მთლიანად ჩავხსენი, მაგალითად ერთი კოცი მეგობარი მყავს და იმასთან არა მაქვს პოლემიკა, იმიტომ რომ არ ახსენებს არაფერს და არ შემოდის პოლემიკაში ჩემთან და კიდე არ წამომაძახებს ის რომ რაღაცა ის გავხდი ვთქვათ რომ შევარდი პირველ არხზე რაღაცა რევოლუციონერი რაღაცები არ ვინც წამომაძახა, ვინც მიკბინა, ყველა გაუშვი 300-ზე აუცილებლად და კიდევ ბევრს გაუშვებ თუ ვინმე შემომეედავა და შემომეეჭრა რაღაც პონჭი ხა პირდაპირ გეტყვი და ნუ ოჯახის წევრიც კი მყავს კოცი და ამიტომ ვცდილობ რომ არ ვიურთიერთო. რთულია ეგ ოჯახის წევრი კოცი? არა, კიდეა. მართლა? თვითონ ის იდარდოს ხო? ანუ კოცებთან ურთიერთობა არ შეგიძლია. ყავის დალევა მათთან გულაობა დაბადების დღეზე არ უე. დაბადების დღეზე არ ვივლი, თუ წავალ, მე პირიქით, მე დევიზი მაქვს, რაც შეიძლება მე კოც ადგილას ვიარო. ანუ ნახე კოცების რესტორანში, სადაც კოცები არიან, აი გუშინ ვიყავი კოცურ გარემოში მაგალითად სასტუმროში ხო და სადაც მივდივარ რაზე ვგიჟდები? ყველა მოდის ჩემთან, ყველა რაღაცა პატივისცემით, რაღაცა მოწიწებით, დაწყებული ვთქვათ მერიდან, დამთავრებული რაღაცა არც ვიცი მაგათი რეგალიები, აი ქალბატონოი, მე საუბრებიან და მე ვждები და რაღაცას ქადაგებას ვიწყებ. რაღაცას ქადაგე, თქვენ არიცით, ეხა ესე იქნება, ეხა ესე მოხდება და ვკაიფობ. კოცურ რესტორანში რომ მივდივარ, აი ბოლო ხმაზე ხმამაღალ საუბრობ რაღაცა პოლიტიკურ ამბებს, თუმცა ძალიან ბევრი გამეგება, ბევრი არ გამეგება, მაგრამ აი მე რა მინდა უთხრა, აი შენს და ყველასაც არ ვიცი. რა აზრი აქვს რუსულ სპეცსამსახურებთან შერკინებას და კრემლს, ხო? კრემლთან შერკინებას, რომლის დაქვემდებარებაში ვარ, პირდაპირ აღარ უნდა თქვა რომ აიმე რუსეთის შემოსულია ჩვეულებრივად, თავის თავს ომს ხო არ გამოუცხადებს. რა აზრი აქვს რითი გაფიცვით, პროტესტით, ვერაფრით ხო მოგუდავს, დაგაჯარიმებს ციხეში ჩა. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ამათ ვებრძოლოთ, ეს არის უთხრათ რომ ბუა მოდის, ანუ ამერიკა. მორჩი. ბუა არის ამერიკა მათთვის. მაგათთვის ბუა არის. ფიქრობ რომ შეიძლება იყოს კარგი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ამართლებდა უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამომწყდებას, როგორც მინიმუმ ხმას არ იღებდა ამის გამო. აი სიჩუც დუმილზეც მინდა კითხო. დუმილი შენთვის დანაშაულია და დუმილი დანაშაული არ არის. დუმილი არის ის რომ ადამიანი არის მშიშარა, მხდალი და ცოტა არ იყოს კიდევაც უკვე გადამწვარ გადაღლილი, აი იცი რა, ნუ გიკვირს ხალხის დუმილი, იმიტომ რომ გიპნოზის ქვეშ ყავს ამ თავრობას ხალხი, ანუ აი ესაც ვეძახით ხო, აი ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი იყო ფსიქიკის მორღვევა, ისე მოშლა და ისე ალაყება ამ ფსიქიკის და ისე ათქვეფა, რომ შენ უკვე აი შეფასების უნარი არ აქვს. ამას კიდე ზემოდან ემატება კიდე ის რომ ძალა არ შეგწევს რომ იჩხუბოდა, იმიტომ რომ დაიღალე, ხო და ესეთი ადამიანი უკვე გადაღლილი და მხდალია, ანუ იმას ურჩევნია თავის ნაჭუჭში იყოს კომფორტულად, იმიტომ რომ ხალხი დაგიპნოზა და აი ნახე
იყო უდიდესი აქციები, აი პატარა რევოლუცია, აი 5 წუთის ბისპიცი მინუტ რო იტყვიან, მაინც ისა შეიძლებოდა რევოლუციის მოხდენა და რა ხდება ამ დროს შემოდის სალომე ზურაბიშვილი მუხტს გიგდებს. შემოდის სალომეზე მუხტს გიგებს. თან ეხა ამ სალომეს იმედი გაქვს, თან მუხტს გიგებს. აი კიდე კაი ჭკუაზე ვართ პროსტა. იმედზე რომ მუშაობა შემოგთავაზონ ძალიან დიდი ხელფასის სანაცვლოდ. იმედზე არა ქალო რას ლაპარაკობ იქ რა წამიყვა. ასე ტელევიზიაში მე წავშლელი არა. შანსი არა, თან იმედი როგორ მეზიზღება არის. გძულს იმედი. ვაიმე, აი იმედში ვერ ვიტარ მაგ ტელევიზიას, ცუდად ხვდები და მარტო იმიტომ კი რომ ვიმუშავე, მაშინ ნაცების დროს ვიმუშავე, ნაცების დროინდელია. იმდენად ბევრი რადიოაქტიული აი ეს დანადგარები არის მან განთავსებული ყველგან მან განსაკუთრებით აი რო შევდიო რადიაცია პირდაპირ მანჯღრევს აი მანჯღრევს რადიაცია და არ შემილია ცუდათაო და ეს შოუ ბიზნესი მაინც არის პროსახელისუფლებო რატო როგორ ფიქრობ რა მოსახერხებელია იყო ხელისუფლების ფრთის ქვეშ რა თქმა უნდა მოსახერხებელია იყო ვინც აპროტესტებს და ვინც ჩუმად არის და რაღაცასა ნუ ჯერ ეს ერთი ფულს გიხდიან ფულის მონები ვართ ჯერ კიდევ ეს რა ვიცი რაღაცა კომუნისტური გადმონაშთია ნუ არიან ეს ფული ხელფასებს უხდიან კაი ხელფასები აქვთ მე შეგიძლია იქ რაღაცა ფეხი მოიკიდო იქ რაღაცა შენი გადაცემა გააკეთო თქვა კიდე დამატებითი იქ რაღაცა პრივილეგიები გააკეთე იქ მერია გეპატიჟება ოპერაციებს გიფინანსებს ისა და ტრაქში შეძრომის პოლიტიკა გადასარევი მაგრამ იყო დრო რომ ნაცებსაც გადასარევად უძრებოდნენ ტრაქში და მიშას უძრებოდნენ ტრაქში გადასარევად იყვნენ იგივე სასტავებიც მომენტ ხო არ შეიძლება ესე ძრომა რა ყველაფერი გახსოვს ხოლმე ესეთი რაღაცები ყველაფერი მიშა საერთოდ გამარჯვებას არ მეუნებოდა როცა ხვდებოდა ხოლმე ამ ბათუმში ან სადღაც აი ვითომ არც მიცნობს რატო ნუ იმიტომ რომ ეგეთი ხასიათი აქვს. მიშაზე გინდა საუბარი? არა, მიშაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. თუ გინდა ვარ, თუ რამე კითხვა კი ბატონო. ეს თემა არ ქსიამოვნებ? არა, როგორ არ ქსიამოვნებს, ველაპარაკობ. მე იმიტომ რომ ვიცი რომ ამბობდი რომ ეს ისტორია მახსოვს მიშას გამო წამოვედი საქართველოში ჩამოვედია მახსოვს ეს მაშინ ხო ვილაპარაკე ნანუკა შოუში ეგამდე ხო რამე კიდე გაინტერესებს რამე დამატებითად არა დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ იხსენებ ამ ისტორიას გაბრაზებული აღარ ხარ თითქოს მიშაზე პიროვნულად ძალიან გაბრაზებული ვარ და მიმაჩნია რომ პიროვნულად ძალიან ცუდი ადამიანია მაგრამ პოლიტიკურად ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ფიგურა რომელსაც საოცრებები მოახდინა ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ იმდენად რამდენადაც მიშას ხასიათში ქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება ვერ ამჩნევდა და ვერ ანსხვავებდა ვინ იყო მისთვის მტერი და ვინ იყო მისთვის მოყვარე იმიტომაც ის ეხლა ციხეში საზოგადოებრივ მაუწყებელთან შენი შევარდნა იყო ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იქ ვიყავი სხვათა შორის მე იქ ვიყავი და მე არ ველოდი ამას შენგან ძალიან ეფექტური იყავი მე ძალიან მომეწონე ამ ეპიზოდში არ ვიცი წეღან თქვი რომ ვიღაცებმა რაღაცები მითხრესო მიკბინესო ყველა მოვიშორეო ჩემთვის მე აღმოვაჩინე სრულიად განსხვავებული იაფარულავა მითხარი ახლა რა იყო ეს აფექტი იყო შენი ვასიკოს სახე არ დამავიწყდება არასდროს ვასიკოს ულვაშები ისეთ შოკში იყო, ვასიკოც შოკში იყო. ყველა შოკში ჩავარდა. ეხლა ნახე რა მოხდა. საერთოდ არ ვაპირებდი მაგ აქციაზე მოსვლას. მაგრამ გვერდითა რესტორანში, სადაც აი რო ჩამოვდივართ დაღმართზე, უნივერსიტეტიდან არის რაღაცა რესტორანი, სადაც ვშიოდა და შევედით მე და ჩემი მეგობარი. რომ შევედით, იქ მაგიდასთან ისხდნენ ახალგაზრდა ქოცები. ჩვენ ვაპირებდით რომ წავსულიყავით აქციაზე პარლამენტთან. ახალგაზრდა ქოცები ისხდნენ და რაღაცა მომაძახეს უშნოთ. და მე ძალიან არ მესიამოვნა და ამან მითხრა რომ რაღაცა თქვენს ხმამაღლა ჩემზე თუ რაღაცა და გადავждეთო რა იმიტომ რომ ცოტა დაიძაბა მამაკაცი იყო ოღონდაც ხო და გადავждეთო და რო გადამქონდა ჩვენ ჩანთან საჭმელებს თვითონ მოგვიტანენ ამათ მეორეჯერ ხო ეგრე ჯობია და მეუცე დამემართა MGM-ის ლომი და რა თქვი ბიჭო მე უთხარი შენ აქ თქო და აი ესეთი აფექტები მემართება არ ვიცი ამ დროს ძალიან დალაგებული კი ამობენ გიჟიო ხა სულელი არა ვარ მაგრამ აფექტები მემართება რაღაცა უსამართლობის მიმართ და რა თქვი ბიჭო მე უთხარი რა თქვი მეთქი და აი მე არაფერი მოგესმათ
აჰა, მომესმა, ნუ რაღაცნაირად ჩავცეცხლე ის სუპი და წამოვედი და რაღაცო აქციაც არისო TV პირველთანო და პირველ არხთანო და მოდი მივიდეთო და კაი მივიდეთ, მაგრამ ხალხი არ ჩანდა ქუჩიდან, რომ გავიხედეთ ზოოპარკის ტერიტორიიდან, რომ მივედით, ხედავ ხალხი და ეხლა ვდგევარ, ნუ გაცეცხლება იქიდან მომყვება. ესენი ყვირია, შეგვიშვით, ბიჭო, ფიქო, რა პრობლემაა, მოდი რა შევიდეთ რა. არა, მართლა, ნუ აი რა, ჩამოყაცა შევიდეთ და ყველაზე მაგარი ის მოხდა, რომ როცა შევედი ორგანიზატორებმა აქციის მითხეს, ჩვენო ეს დაგეგმილი არ მქონდა და ეხლა რო შევედით, რა გავაკეთოთ? დაიბნენ. რა ვიცი, მე ვთხარი, სად არის აქ პირდაპირ ეთერი? რომელ სართულზეა? ეს დაცვა მიყურებს, ეს მაღლაკელიძე მიყურებს. აი ესეთი რაღაცა მოხდა, აბსოლუტური აფექტი. ეს აქტივიზმი, ესეც რაღაც ნაწილია შენი ეპატაჟის თუ ეს არის შენი ორგანული? ეს არის ჩემი ნამდვილი ორგანული, რევოლუციური, ლიდერული ხასიათი. მე ვამბობ, რომ ესე იგი, აი ესეთ რაღაცებში ძალიან ესეთი აფექტი მემართება და ეხა კიდე ერთი მომენტი იყო, რაღაცა კაცო აქციაზე ვიყავი და იქ აი მაშინ ბევრი ხალხი რო იყო და იქ პატარა ჩოჩქოლი მოხდა, რატო მოხდი იქ, რატო ჩავხტი იქ და დავიწყე გაშველება და გარჩევა არ ვიცი. აი ესეთი რაღაცები მემართება და ამიტომ ხშირად ჯობს რომ არ ვიყო რომ რაღაცა შარში არ. არა, მე მგონი უნდა იყავთ, ამ ბევრი იაკ ჭირდება. ხო, 200 კაცი ჯარი მომეცი და მე ვიცი. კი, ხო. ამერიკაზე უნდა გელაპარაკო ახლა. წეგან ახსენე რომ ვიღაცებს ამერიკის აგენტი მგონი ვარ. მართლა გეუბნებია? ამ დროს ესე ნახე მე როდესაც მე ხო ამერიკის მოქალაქეც ვარ და როდესაც თვალყურს ვუყურებდი ამერიკის არჩევნებს, ძირითადად ეხა ეს CNN-ები და ეს მოსყიდული ტელევიზიები აი ამ დემოკრატების მიერ ნახევრას უტყვილებს გადმოცემენ და ხშირად ვუსმენდი ხოლმე პოდკასტები მაინტერესებდა და ამ პოდკასტებიდან იქ ლეონ ვაინშტაინი, გარი ტაბახი, ვიღაცა ხარუსები, ებრაელები, ისა ამერიკელები და ძალიან შევედი ამ ამბავში რა და მე სრულიად შემთხვევით რამოდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ქართველი კაცი ონლაინ სასტუმრო აინტერესებდა ჩემი და ღვინოები და რაღაცები სყიდის ამერიკაში და აღმოჩნდა რომ ეს კაცი იყო პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის დროს ერთ-ერთი პარლამენტარი იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ასევე მაღალჩინოსანი ძალიან ჭკვიანი სპეცსამსახურების ერთ-ერთი გამობრძმედილი და უჭკვიანესი წარმომადგენელი ქართული სპეცსამსახურების ბატონი ემზარ გელაშვილი. მე და ემზარა დავძმაკაცდით და დღე არ გავა რომ მე და ემზარას არ კონდეს ლაპარაკი და ემზარა მაძლევს ძალიან საინტერესო და სწორი ინფორმაციებს და ნუ აი ემზარი მითხრა რომ დამარწმუნა და მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ტრამპის პოლიტიკა ძალიან მომწონს და მე ვფიქრობ და მე კიდე მეგობარი მყავს მეორე პოლიტოლოგი გიორგი ოდოშაშვილი, რომელიც ასწავლის ბოლონიის უნივერსიტეტში და აქაც ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომ აი პირველად მეგობარი აქტი მაგალითად გიორგი ოდოშაშვილისგან გავიგე და რაღაც ამ მეგობარ აქტზე გავაკეთე აქცენტით, ჩავწერე სტორები და რა მეგობარი აქტი, რის მეგობარი აქტი, მარტო პოლიტიკოსები, აი სალომე სამანდაშვილი თუ ახსენებდა და აღმოჩნდა რომ ეს მეგობარი აქტი თურმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ეხლა მინდა პეტიციაც გავაკეთო, მინდა აქციაც გავაკეთეთ პატარა აქცია, მაგრამ კიდევ აქციების გაკეთება აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქცია. მეგობარი აქტის დაჩქარებისთვის და იცი იმ დღეს მე ახლა არა ვარ არც აქტივისტებს ვიცნობ, არც პოლიტიკოსებთან არ მეგობრობ დიდად, მაგრამ მივედი პარლამენტთან და ვხედავ ეს ბავშვები რაღაც ესე ხედა, მოკუნტულები, მოწყენილები და მე ვთხარი, მოდი გავაკეთოთ რაღაც ესეთი აქცია მეგობა, იმიტომ რომ ამერიკა გთხოვს რას დამიძახეთ მითხარით რომ გჭირდები და მე შენ დაგეხმარებ მე თუ აქედან არ გეძახი რანაირად მოვა ამერიკა დაგეხმარება კი რიგში ვდგევართ მე 10 რიგში ვარ ალბათ მაგრამ რაც მე ციყვირებ და რაც მე ბუა შეაშინებ ამ რუსეთს ხო და გავაკეთეთ პიტი ლექციის ყესავით რეპეტიციასავით და ვიღაც ერთმა აქტივისტმა მარია ყანწიაშვილი მეგონი მოიყვანეთ 40 წელი დიდი დროშა აქეთ თუ იქით რაღაცები ჩავწერეთ მასალა მარი ვარგა მაგრამ პრესა მოვიდა ტელევიზია მოვიდა გადაიღეს რაღაცა უცებ იქიდან ეგრევე გამოხმაურება ისევ მეგობარ აქტზე ვილსონმა რაღაცა დატვიტა ჯინჰაშინმა დატვიტა ანუ მომისვი ესე იგი ელოდებიან რომ გააბრალონ ეს მეგობარი აქტი და შე თუ ჩუმათა ხარ ხმას არ იღებ
დაშტერებული ხარ, გაშტერებული ხარ. აი ტრამპი არის ჩემი ჯიგარი, რასაც ქვია რა და მაგრამ ჯერა მაკაცის რა. ჯერა. და აბონციციაშვილზე მინდა. ანუ ვინც არ იცის ვინ არის აბონციციაშვილი ახალგაზრდა თაობამ ჯერ აუხსენი ვის ციტი. აბონციციაშვილი იყო ქართველი ებრაელური წარმოშობის ქართველი პოლიტიკური მიმომხილველი იყო აბონციციაშვილი და გივი ბოლოთაშვილი და აბონი იყო ძალიან საყვარელი კაცი გამოირჩეოდა უდიდესი დიპლომატიით იმიტომ რომ კომუნისტების დროს იყო პოლიტიკური მიმომხილველი და ისე ძალიან კარგად ახერხებდა იმას რომ სათქმელი ისე ეთქვა და მისი ცნობილი გამოთქმა ორი ესე იგი ორი ანდაზა შეაერთა რეიგანს ავიწყდება ძველი ქართული ანდაზა რაც მოგივა დავითაო გადახტება თავსავ შეეშალა ხვედა ჩემ ბავშვობაში ამ აბონციციაშვილს უყურებდი და რატოღაც გამახსენდა და ერთი სტორი ჩავწერე აი შესავით ალბათ ეს მანანაცის შემთხვევით დაბადებული პერსონაჟია და ჩავწერე და აუ მერე სულ აბონი და აბა ებზარა დილას ელოდება აბონს და ებზარას და გავდივარ რაღაცები. და ბევრი ნახვები აქვს ძალიან და შოქში ჩავარდი შენს ინსტაგრამზე რო შევედი. პრაქტიკულად ხარ ტრამპის ინფლუენსერი, ია. ისე რომ მე თვითონ იმანაც კი არ იცის. იმანაც კი არ იცის. აზე არა და ტრამპს მიასწრეთ ხმა ძალიან გთხოვთ რა რომ აქ ყავს საქართველოში ძალიან მაგარი მხარდამჭერი. ჩვენ ახლა ვაპირებთ რაღაცა დიდი კაი კლიპის გადაღებას და გვინდა ლამაზად გადავიღოთ მუსიკალურად მინდა glory hallelujahs დაედოს ახლა უბრალოდ იდეები მომდის თავში და ახლა ეს ბავშვებიც მომყვებიან და მაგალითად ვიღაცას შევთავაზეთ ერთ მუსიკოს უარი გითხრა არა და მისი შვილი აქციებზეა მეორე მუსიკოს ხა ტრამპი და რაღაცა მე არ შემიძლიაო შვილი შეიძლება აქციაზე მაგრამ თვითონ კოცია ხომ არა კოცი არ არის არ მინდა ახლა თქვა რა და როგორ ესო ვერც ბავშვი ვერ იმღერებსო მითხარ ნუ კაროჩე რას ვშობა მე რაღაცა რეპეტიციაზე თქვა რეჟისორი მოსულიყო არ მოვიდა შეხვედრაზე ის მოსულიყო არ მოვიდა აი რაღაცა ცოტა სტრანი ამბები ფსიქოლოგიური მონჯღრევის ძალიან დიდი კოეფიციენტი შეინიშნება აი რაღაცა ერთი შენ არ მოინჯღრია მარტო ფსიქოლოგიური და კიდე ამბობ რომ აქციის გაკეთებას ვაპირებ არ ნებდები მოკლედ როგორც მე რაც გავაკეთებ კაცო მე უბრალოდ მინდა რომ მე აქტივისტი არ ვარ მე უნდა აქტივდეს უთხრა რომ მოდით გააკეთებთ კი არა ეხა ერთ ჩემ მეგობარს აი ხა დღესაც ვაცლი რა ერთ დღესაც ვაცლი რომელიც არის NGO-შნიკი ევროპასთან აქვს ძალიან დიდი კონტაქტები და ევროპელ დიპლომატებთან და სულ რაღაცებს აკეთებს და ეპატიჟება ბევრნები ბიჭო არ ვიცი გაკეთებ ხა AI-მ როგორ ერთი კაი პეტიცია გამაკეთებინე რომ დავდოთ Facebook-ზე გავავრცელოთ რომ ჩვენ ხელმოწერები და რაღაცებით შეიძლება დიდი არაფერი მაგრამ იმათ ხო უნდა დავანახო რომ გეძახით ბიჭო ეს ვიცი მე რომ help me to help you ეს ამერიკული გამოთქმა ხო და ორი დღე არ მაღირსებს ეთივან ბოლოს თუ არ გაღირსებს ვატყობ რომ შავ დღეში ჩააგდე არა დავწყევლი კუბოში ჩავდებდა ხო და არაფერი უბრალოდ არავისას კაცო კარმა ხო იცი ესეთი რამეა მე რა თავისად მოძებნის თავის ობიექტს მაგრამ შენი ტრიგერი რა გახდა პოლიტიკურად აქტიური რო გახდი მე არ ველოდი შენგან იცი ამას უსამართლობა ყველაზე დიდი წითელი ხაზი შენთვის როდის გაივლა ყველაზე დიდი წითელი ხაზია ეს ჟურნალისტების ცემა, ბავშვების დაჭერები, ეს რობოკოპები, ეს ტიტუშკები, ეს ყველაფერი გავიგეთ ეხლა ჩვენ რაღაცა წინამთავრობასაც ქონდა მსგავსი ეპიზოდები, რაღაცები, მაგრამ აი ჟურნალისტებზე რო გადავიდნენ, იქ უკვე ჩემთვის უკვე დამთავრდა და ეხლა თან ისე ვარ რომ რო გითხრა რომ აი მე რა გავაკეთო ვფიქრობდი და ნუ ვიფიქრე რაღაცა ყველას თავისი ნიშა აქვს, ხო? ეხლა მაგალითად ნანუკას თავისი ნიშა აქვს, იქ ეხმარება ფულს აგროვებს, რაღაცა შვება. მე მაგალითად ფულს შევაგროვებ და ან ვიღაცა ძალიან მაგარ ისა ბიზნესმენს ვთხოვდი არ ნუ რა თქმა უნდა იმას არაკოც ჩვენიანს რომ ჟურნალისტი ვინმე გაუშვას და თეთრსახში აკრედიტაცია გაკეთეს რომ ეს ტრამპი ყოველდღე იმას აკეთებს სულ ჟურნალისტები ყავს ხან თვითფრინავში ხან ერთი ქართველი რომ გამოხტეს რაღაცა კითხოს არ შეიძლება
არ ესმით რომ ამერიკა საქართველოს არ გაუშვებს ხელს, იმიტომ არის სტრატეგიული პარტნიორი. ეს ხო არის ობამა ბაიდენის დროინდელი ამერიკა, ხო ეხლა სხვა ამერიკა არის, ხო ხედა მსოფლიოს ატრიალებს ტიპი და ბიჭო მოხდა შენ რა გონია ბიძინას არ აწყობს ტრამპთან გარიგება? ძალიანაც აწყობს ბიძინა ხო შეშინებული ყავს რუსეთს და კრემლს. მაგრამ რა იქნება? რას ატყობ შენ? არა აი ამერიკა რომ მოიცვის საქართველოსთვის. ვინ გაუშვა სალაპარაკო? შენ ხარ ამერიკის მოქალაქე და ვინც არ არის ამერიკის მოქალაქე, ისიც კი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლას და ემიგრაციაში წასვლაზე, შენ არ გიფიქრია? იმიტომ რომ შეგიძლია თავისუფლად წახვიდე. მე 98 წელს დავბრუნდი საქართველოში და რატო დავერაგე? ეხა ეს აი ამ თემებთან მაგის მოყოლა უკვე სისულელია. ერთი წუთი დღესაც ვეუბნებოდი ჩემ მეგობრებს, იქ ვიყავით ბოდბე და მოდერა. აი მიხარია ჩემ ქვეყანაში როა და ჩემ ფესებში როა. აი მიხარია, იცი რა, მე ისეთმა მამამ გამზარდა, რომ ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ ვიჯექი და ასეთი ძველებური რადიო მიმღები ქონდა ტელეფონკენი, რომელიც გერმანიის ომის დროს აქეთ გადმოიტანეს და უსმენდით საქართველოს ხმას, იმას ამერიკის ხმას უსმენდით, იმას უსმენდით, რადიო თავისუფლებას, ანუ ჩვენში ეს დისიდენტური სული სულ იჯდა სავით. ეხა დიდად არა პირველი ჩოხოსანი მამა ჩემი იყო 4 კაცმა ჩაიწვა 75 წელს სუხიშვილების გარდა და კოციას გარდა მარტო მაგათმა ჩაიწეს ქუჩაში იქ ცხენოდა და აი ეს ფესვები მე არ მაძლევს უფლებას რომ გავჩერდე ეხა როგორ გეკადრებათ რანაირად ეხა თავს ვერ შევაკლავ მაგალითად მეორეჯერ ხო არა ვარ პრასი რომ ამოვიდე მაგრამ სულ ვამბობ რომ მაინც ხო იცი ჯობსის სიცხეს ან აძრახსა სიკვდილის სახელოვანი ხო იცი ესეც არის რა ანუ ისეთი ხარ ემოციური ჰიმნის მოსმენის დროს გიტირია გაქვს სენტიმენტები ემოციური ჰიმნი გერბი დროშა მე მაქვს სენტიმენტები და ხა გაგეცინება ოღონდაც მეგრული არ ვიცი ხა შენ კი იცი მე არ ვიცი სად ისწავლე დედა ჩემი და მამა ჩემი რო საუბრობდნენ ხოლმე ბავშვობაში და სოფელში 3 თვე ვატარებდი სამეგრელოში აი მაგან გიშველა ხო და მე ვერა მაგრამ მამა ჩემს თბილისელი კაცი იყო, მაგრამ ისე უყვარდა თავის სამშობლო სამეგრელო სოფელი ხუნწის გეგეჭკორის ბაში გეგეჭკორის რაიონი იყო, ეხა მარტვილია, რომ ისწავლა, აქ ისწავლა თბილისურად, ოღონდ თბილისში. მესმის და ვლაპარაკობ, მაგრამ ცოტა დანჯღრეული მეგრული მაქვს. შურს ვერ ვისწავლე. ადვილია სხვათა შორის ძალიან. აი 3 თვე გინდა სამეგრელოში. გიждები ზუგდიდზე, ხშირად ჩავდივარ ზუგდიდში პროსტა ისე ხო. გიყვარს სამეგრელო? კი და ღომის კეთება, ნახვაცა ჩემი ნახვაცა ხო. ღომის კეთება ვისწავლე, მამა ჩემს უყვარდა ღომი, მამა ჩემი საპატივცემლო თვეში ერთხელ ხომ აქ ეს რაღაცა ბახშმეს რო ვაკეთებ და ღომი და აი მუსიკაზე აუცილებლად უნდა ჰარირა, ესა ცოტა აფხაზური ვარადო და აი კაიფობ, საერთოდ ხალხური სიმღერები ძალიან ქართული ხალხური სიმღერები გიждები რომ აი მამი და ჩემი ლილი რომელიც იყო ნახევარ და მამა ჩემის და ცხოვრობდა მარტვილში და ხო მარტვილი რაღაცა ჩამოდი თბილისში და აი იმის სამზარული ბნელი სამზარული ღომის კეთება და რადიოში ხალხური სიმღერები ეს არის რაღაცა ძალიან ნუ ხო იცი ბავშვები და მოვდივართ ყველანი და აი ეს ფესვები ძალიან ამაგამდგარი და მე ისე ვიტანჯებოდი გოგო ამერიკაში რომ ცხოვრობდი 91 წელს წავედი ამერიკა გიჟივით გამოვიკეცი პატარა თითის დაქნევა მინდოდა და მზად ვიყავი წამოსასვლელად და ისე მენატრებოდა ჩემი სამშობლო არ ვიცი რაღაცა არ ვიცი რა მაგრამ ვინც უკვე ჩემასაკში მოვიდა ადრე წასულები ყველას დაბრუნება უნდა კი ხო ყველას ფესვები ეძახის კი შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შეიძლება ითქვას ფიგურა ქართულ ინტერნეტში და როგორ მოახერხეს როგორ ფიქრობ ნიჭიერები მეც მასწავლე შენ რაღაც სწავლა გინდა შენ უკვე ესეთი პერსონაჟი შექმენი რომ შენ შესული ხარ უკვე ისტორიაში და საიდან ეს სამსახიობო მონაცემები მე ხა მე რომ მოვინდო მე ხო მსახიობი ვარ განათლებით მე ესეთ პერსონაჟს ვერ შექმნი გამიჭირდება მართლა გეუბნები იმიტომ რომ ამას კიდე რაღაცა სხვა რა მიჭირდება და აი ეს გარდასახვები ხან ესეთი ხან თან ხა შოუმენი ვარ და ვიცი what makes them tick გაიგე აი ეს ვარიანტია და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის რომ
ეს ქალი 58 წლისაა და არ ბერდება, გაიგე? ესეც ხო ძალიან მისტიური რაღაცა პრობლემა. თან რა მაგრად გამოიყურები? არც ერთი ოპერაცია, მაგრამ აი ეს ცოტა მომეფლაშა და აი აქ მჭირდება დახმარება. მან ხო არ კეთდება რა. როგორ არ კეთდება, კაცო გაიჭირება. მე ასე ვიცი, რომ აი აქ არაფერი აღარ კეთდება. რას ლაპარაკობ, ციცო ყველაფერზე ვიყო. ციცოს უთხარი 60 წლის რო გავხდები ციცო, ეგრევე მიკეთებ ოპერაციას, მანამდე მაინტერესებს როგორ დავბერდები. მაგრამ პროცედურებს სულ ვიკეთებ ხა არ მოგატყუები, რაღაცა ინექციები, რაღაცა აპარატური, სულ. ესა ჩემს სამსახური. ეს გენეტიკურია, ეს უბერებლობა. აბსოლუტურად. იმიტომ რომ თან ემოციური ხარ, ესე ლაპარაკობ და გამიგია რომ რაც უფრო ემოციური ადამიანი, მით უფრო მიმიკური ნაოჭები აქვს და შენ არ გაქვს. ეს ეხა იმიტომ რომ ინტერვიუზე ვარ და ვიხარჯები 100%-იანად. და შეშდები? მე ხა წავალ დავიძინებ, რას ლაპარაკობ. რამდენი ხანი გძინავს? ძალიან ბევრს, სულ მძინავს, აი როგორც კი ვისტრესები მძინავს. იმიტომ რომ ნახე წვრილშვილი მე არ მაწუხებს, ის არ მაწუხებს და ამიტომ მე უდიდესი ფუფუნება რომ აი უფრო კარგად უნდა გამოვიყურებოდი წესები. ფუფუნებაა შენთვის, აი ეს თავისუფლებაა წვრილშვილი რო არ გაწუხებს? უნება და მე ქეთს ვიყრე აი ყველა ქალის წინაშე ვინც ახერხებს ბავშვებსაც მოუაროს თვითონაც კაი ფორმაში იყოს თან ისეც გააკეთოს ისეც გააკეთოს მეგობრებთან ქმარსაც ვაიმე აი ქეთს ვიხრი ეგეთი ქალების წინაშე და ეს ინფლუენსერობით კარგი ფულის შოვნა შეიძლება საქართველოში კი შეიძლება უბრალოდ მე დებილი ვარ იმიტომ რომ თავიდან დავიწყე რაღაცა უფასო და მიტყდებოდა ფულის აღი მოგეხსენება ხა სასტუმრო მაქვს ის სასტუმრო თავიდან ძალიან კარგად წერდა ფულს და ეხა ძალიან დაერხე იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმროები ამოვიდა სოკოებივი და ისე აღარ წეს ამის გამო მომიწია ჩემი ულამაზესი ბინის გაყიდვა ეხა იმიტომ რომ ვეღარ ვქაჩავდი ბანკის სულს არ შემეძლო ძალიან დავიყალი ყველა თელი ჩემი ფული ბანკში მიდიოდა ხო და ინფლუენსერები თავიდან ცოტა ნივქარი იმიტომ რაღაც ისეთი ცირედი დავაწესე მერიდებოდა რაღაცა ფულის აღება და ხო ტეხავს თუ რაღაცა და ბიჭო მე გავიხედე იმამით რომ მეამდეს ვიღე ვაი მე ვიფიქრე რას მელაპარაკები მაგრამ მაინც ძალიან მიზერულს იმიტომ რომ მერიდება იქ ნაცნობია იქ ახლობელია რაღაცა და ნუ გროვდება საკმარისად თანხა ისეთი რომ აი ის ბანკი გამესტუმრებია და იძინო თან მაგალითად შუადღეს ძილით როცა მინდა ჩავწერ ამ დედააფეთქებულ სტორს რა ხასიათზეც მინდა მაგრამ ეხლა ბანკის ვალი რო გავისტუმრე იმიტომ მე და ციცო ბინები გავცვალეთ ოღონდ იგივე სადარბაზოშია ის ნიკას ციცო პლასტიკური ქირურგი ციცო ჩემი და ახალი ეხო ცალკე ვარსკვლავი გავხადე ამ ჩვენი სტორებით ხო და ეხლა როდესაც უკვე გავიზო ეხლა რაღაც შევკვეთებზე უარი ვთქვი მე ამ შევკვეთას არ ავიღებ, იმიტომ რომ მე რაღაცა თავისუფლებას აძლევ უკვე. რაღაცა პოლიტიკურად გავაქტიურდი თუ რაღაცა იქით ავარ და ეხა მე ამას ვერ გავაპიარებ რაღაცა. ქოცებს არ ეთანამშრომლები ხოლმე თუ რას გულისხმობ? ქოცები არც მოსულა რამე შემოეთავაზებინა არ მახსოვს ქოცისგან რამე შევკვეთა მიიღოს. ვისგანაც მაგ შევკვეთები ყველას უმილაიქებს ამ ჩემ რევოლუციურ რაღაცებზე მოწოდ და ეს კარგი ინფლუენსერობა რა კომპონენტებისგან შედგება რამე ხრიკები არის მნიშვნელოვანი იცი რა არის არსებობს მთელი რიგი ხრიკები რომელიც ისწავლება და რაღაცა rills-ის გადაღების ტექნოლოგია და ეხა AI-საც შეგიძლია კითხო მაგრამ მე იმიტომ ვიღებ ცოტას და არ ვიღებ ბევრ ფულს რომ ეხა rills-ები არ მომთხოვოთ ადგილზე მოსვლა არ მომთხოვოთ, აი მე ავიღებ ტელეფონს, ბლა 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 ბახ დავდებ, всё. ბევრი რამე არ მომთხოვოთ, ამიტომ შესაბამისად, ეხა მე იქ სადღაცა ჩავიდე სადღაცა აბასთუმანში და იქ სასტუმროს გადავიღო და დავჭი და ეხა ამას ვიკეთებ და ნახეთ რა გირჩი რა კარგია და ნახეთ როგორი წიწვია თუ რაღაცა მე ნერვი არ მაქვს ამისი რა ნუ წაიყვანო გადამღები ვიღაცა ისა არ შემიძლია ეგეთ რაღაცებს ვერ გავაკეთე და ყოფილა შემთხვევა რომ სოციალურ ქსელში რაღაც დადა და მე ინანე ან საერთოდ წაშალე ან არ წაშალე და ინანე არა მართლა აი ვაფშე არ მახსენდება ვაფშე არც ერთი არ მახსენდება და არც გადაწყვეტილება არ გინანია რამე საერთოდ სინანული არ გახასიათებს რანაირად უშეცდომო ხარ არა ძალიან ბევრი შეცდომები მაქვს მაგრამ მე არ აღიარებ ამ შეცდომებს გიჭირს საკუთარი შეცდომებს ვაღიარებ
მაგრამ მე ვამბობ ცოტა ნარცისიც ვარ, ხა როგორ შეიძლება სხვანაირად იყო, რომ ნარცისი არ იყო ესეთი პოპულარული და ნარცისი არ იყო. შეუძლებელია, რომ მე გამდის. ანუ მე ხალხი ყველაფერს პატიობს. და ამიტომ ეს მანებიურებს თორე რომ შეცდომების მეტი რა არის. შენ დიდი ბიოგრაფია გაქვს ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი და მემუარების წერაზე არ გიფიქრია და როგორ დაიწყებოდა ნეტა შენი პირველი აბზაცი როგორი იქნებოდა ან სათაური შენი მემუარის? არ მიფიქრია. ისე მე დღიურები და რაღაცები მაქვს შეკრებილი და კინძო ამათი შეიძლება. წერ ხოლმე დღიურებს? წერდი ადრე, ხა აღარ რაღაც დროს დღიურებია კაცო. წერდი ადრე რაღაცა აი უფრო დავიწყებდი, ну რა თქმა უნდა ბავშვობიდან ვერა ჯანაშიას ქუჩა 13, აი ეს რაღაცა გახსენებები, ბავშვობა, ესა, აი იქიდან დავიწყებდი ალბათ. საბავშვო ბაღი, აი რაღაც მაქედან დავიწყებდი, რაღაცები მაგ დაწერილი, მაგრამ მე მივხვდი, რომ აი იცი რა ძალიან მეზარება რაღაცების კეთება ამ ბოლო დროს. ძალიან მეზარება და ალბათ არა ვარ მზად, ყველაფერს ხო თავისი დრო აქვს და ესა ჯერ არა. ეზოთერიკაზე მინდა კითხო, საყოველთაოდ ცნობილია ეს შენი გატაცება ეზოთერიკით, მკითხაობით, უხილავი ძალებით და ასე შემდეგ, მინდა რომ უფრო მეტი მომიყვე ამის შესახებ. მე როგორც სრულიად ამ სფეროდან ამოვარდნილ და უცხო ადამიანს. ჩემი ეზოთერიკასთან შეხება ალბათ დაიწყო ესე 6-7-8 წლის ასაკში. როდესაც ჩემი დეიდაშვილი იყო საწყალი ავადმყოფი გოგო იყო რაღაცა კუნთების დამბლას ვეძახდით მაშინ რაღაცა და ის ძალიან განვითარებული იმან მაჩუქა ფრანგული კარტები რომელიც როგორ არის ტაროს კარტი კი დახატული იყო კარდონზე და უნდა შეგეერთებინა ფიგურები თქვა ზარი, კოშკი, გველი, ისა ესა და მაგრამ მოყვე ამბავი და მე იმდენად რამდენადაც მაგ ზე განვითარებული წარმოსახვა მე შემეძლო რომ აი ამ იმებით ამეწყო ამბავი და მე მელაპარაკა და როდესაც ვლაპარაკობ მე ამ დროს ჩემი კალკულატორული გონება არის აბსოლუტურად გათიშული და მე პირდაპირ წარმოსახვაში ანუ რაღაცა კვანტურ განზომილებაში შევდივო მოდი ესე ვთქვა თუ დაუჯერებთ სიმების თეორიას და იქიდან მომაქვს ინფორმაცია ვლაპარაკო ქაკანო ვიღაც დედაჩემის დაქალებს უმკითხავ იმას უმკითხავ ჭიქა ყავა ჩემი არ არის აბსოლუტურად რაღაცა ვაიმე რა მაგარია მე ძალიან გავიგიჟე თავი მე რომ უკვე ვითომ ხელს მკითხავ მე ამ ხელს მკითხაობის გამო ძალიან დიდი სტრესი მივიღე მეგონა დამიჭერდნენ 10 წლის ასაკში იმიტომ რომ ბავშვი ხარ დედაშენი არ არის მეთქი აყვანილი ხარო და ნუ მოხდა პოლიცია მილიცია და მართლა მეგონა რომ მიჭერენ და აი გავშეშდი შიშისგან და 8 წლის ვიყავი თუ არ ვწდები და აი 9 წლის ასაკში აი ცნობილი არაერთხელ მომიყოლია ქურდების ისტორია 76 წელი ივნისი სახში შემოვიდნენ ქურდები მე ავდივარ სახში რომ მოვითხოვო 20 კაპიკი ნაყინისთვის ეს ქურდები დამიჭერენ შემიყვანენ ბებია ჩემს ხედავიქ და აი ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი სტრესი და არ ვიცი უკვე ამ მკითხაობა შეჩვეულმა ბავშვმა თუ რაღაცა ერთი კი იყო რომ მე ნუ ესენი ნიღბებში იყვნენ ჩულქიანი ნიღბები საშენში. ანუ ეს გადაგხდა ეს ისტორია, ქურდები დაგხვდნენ სახში? და ნახე, აი ეზოთერიკა მოხდა სტრესი და ჩვენ ვიცით უკვე რომ სტრესის შედეგად შეიძლება რაღაცა ფაკულტეტები ადამიანს გაეხსნას ტვინში. აი მე მახსოვს რომ ჩემი რეალობა აი კინო რო წამოვიდა შეტორტმანდა აი ესე. აი შეტორტმანდა და რაღაცა ტრანსში ჩავარდი და მე ამათოვნები რომ ეხლა მამაჩემი მოდის და თქვენ ყველას დაგიჭერთ. და ეს არის პირველის ნახევარი დღის და მამაჩემი არასოდეს 11-ზე გადიოდა და არასოდეს არ მოსულა სახში 6 საათამდე სახელოსნოში მოქანდაკი კაცი იყო და იმათ გაეცინათ იმ ქურდებს იმიტომ რომ შესწავლილი ჰქონდათ მამაჩემის ტრაექტორია და მამაჩემი მოვიდა და დაიჭირა ქურდი. და ნუ მოკლედ მე გმირი და რაღაც ეგეთები და მოკლედ აი ესეთი რაღაცები და მე უკვე
როდესაც ამერიკაში წავედი და ეს ჩეხოვის მეთოდი შევისწავლე, რომელიც დაფუძნებულია და ამას რო ყვები ხალხს ეძინება, იმიტომ რომ ურჩევნიათ რომ ვიგინო, რაღაცები ვატრაკო გაიგე, უფრო მოწონთ. ესეთი ეპატაჟურია და სერიოზული ია ვის სჭირდება. აი ამ მეთოდის საშუალებით, აი ამ კალკულატორული გონების უფრო მეტად ჩახშობა და წარმოსახვის განვითარება და ენერგიებზე მუშაობა და იმამ თლად გახსნა ეს ფაკულტეტები და ეს ყველაფერი თლად გახსნა და ეხა ტაროს კარტი რომ მიჭირავს ხელში ხო და რომ გავშლი კარტს, აი ჩემთვის აი 2 2 4-ია მოგიყვე რა ხდება შენ თავს და რა იქნება, აი 2 2 4. უნდა მოვიდე ია შენთან. ხო იცი? აი როგორც კი დავასრულებთ. ერთი სული მაქვს შეწყვიტეთ გადავიდეთ. გეტყვა კაცო მოვიტანდი ტაროს კარტს გავშლი. მართლა? არა, ეთერში არა. არა, მითხარი, იმ ტაროს კარტში არ ხედავ კოცების დასასრულს? მართლა? აბა მე აქ ხედავ უდიდესი შეტორტმანება მოხდება. როდისია? აი დროში ცოტა ვერ ვხედავ, მაგრამ დიდი ტორტმანი შევა, დიდი. მოკლედ მე ერთი რამე ვიცი, თუ გინდა რომ დაჩქარდეს მოვლენები. ხო. უნდა ვიყვიროთ. უნდა ამოვხდეთ ტანსაცმლიდან. ია, მითხარი კარტში როგორ ხედავ კოცების შეტორტმანებას? მე ვსვამ კითხვას. რა ხდება? კოცები შეტორტმანებულები არიან უკვე. შენ ხო იცი ეს რა საუბარი, იმიტომ რომ დიდი ტორტმანი მიდის და ისაც ტორტმანობს, ხო, ისაც გაჭედილშია, ბიძინას გაჭედილია, ძალიან გაჭედილია. ხა მე ტიპს არ ვიცნობ, მაგრამ მე ხო ხვდები აზოს არ შეხვედრე ხარ ბიძინას. აი ეს არა გიღია ის დახმარება ბიძინას. არა, ხალო რა დახმარება, რა თვინდა მაგის დახმარება რა მჭირდებოდა, ვერ გავიგე. კაი, მე რა გააგზავნე. ესეთი ორი კარტია ესეთი და მეთქი რა მოხდება პოლიტიკურად და ამოდის ეშმაკი, კარტი და ამოდის კოშკი, აფეთქება. ანუ ეს ორი ნიშნავს, აი ესეთ ცვლილებებს გესმის და ეს დადგება აუცილებლად. დადგება, მაგრამ ყველაფერი ხო კრემლიდან მოდის, ხო? კრემლის მოჭერა საჭირო, ტრამპმა უნდა მოუჭიროს კრემლს ჩინეთი, ისა და აი უნდა გამოუძვრეთ რა, მივხვდი? აი ესეთი რაღაცა, მაგრამ აი ესეც ცოტა დროშია გაწერილი და ცოტა არ მომწონს და თუ მალე გინდათ უნდა აქციებზე იყოს. ხო, აუცილებლად ამაში აქციები ამერიკა. და ისე შენი პოლიტიკური კუმირი ვინ არის? ტრამპს არ გულისხმობ. საქართველოში ყავს პოლიტიკური კუმირი, ვიც ყველაზე მეტად მოგწონს. აი თინა მოყუჩავა მომწონს ძალიან რა. აი თინა რო ჩავიდა ამერიკაში მომეწონა, დავწერე კიდევაც. აი თინა მომწონს, იმიტომ რომ თინამ ძალიან კარგად იცის რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში. ძალიან კარგად იცის ვინ და როგორ მართავს მაგრამ ეს არის ძალიან მაღალი დიპლომატიური კლასის მქონე ქალი და დიპლომატია ის არის რომ გაძრე, გამოძრე და შენი საქმე გააკეთო და აი თინას იმედი ძალიან მაქვს. მელია მომწონს თავისი სიგიჟით პირდაპირობით, თავისი აი ესეთი გულუბრყვილობით მომწონს ეს მელია. ამათი დაშლა იდარდე, იმიტომ რომ მელია ახსენე და ბოკუჩავა. ხო, ვიცი, არაფერი არ ვიდარდე, ვინც დაშალა ეს ძალიან კარგად ვიცით. ეხლა არ მინდა მართლა ხوار დამხვდებიან სახში და დამბრიდავენ ჩემფეხებად მინდა მე კი არ აქცდებათ იების რევოლუცია მე თუ დამბრიდავენ მაგრამ ამიტომ არ მინდა ეხლა ბევრის ქაქანი და ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. გაქვს რამე პირადი რიტუალი რომელიც გეხმარება როცა შიში გაქვს როცა დაბნეულობა გაქვს აი წახან დააკაკუნე ეს მინდა დავაკაკუნე რომ პირადი რიტუალი არა მაქვს მეყავს ჩემი შავი კატა ბუკი და როცა ცუდად ვარ და ეხაც მე დღეს ბუკი ბუკი რო დამიწება გვერდზე მე აქ მთელი ნეგატივი და ბუკი მიცის ეს პროტოკოლი რომ დავწები უნდა მოვიდეს მოდის კიდევაც და ბუკი ძალიან ცოტა საწყალი აი ესეთი გასიებულია იმდენად მიაკ და მიაკ ცუდი ენერგიები ჩემგან და აი მაგალითად ეხა აქ მოსვლა ცოტა გამიჭირდა იმიტომ რომ დილით ჩამოვედი კახეთიდან და საერთოდ მგზავრობის მერე ძალიან მთელი დღე მე კოტრიალობ მაგ ამის ფუფუნება და 1 საათი მხარე ბუკი მოდი ჩქარჩა და ენერგიები ავიღე და მოვედი. ხარ ძალიან სტაბილურ ურთიერთობაში ახლა, იმიტომ რომ როგორც ვიცი 12 წელია ხო უკვე ხარ ტარიელს უართან. ბევრს ასეთი სტაბილურობა არ გამოსდისია და არჩენ არ გამოგდიოდა მანამდე. რა ხდება ახლა ამ სტაბილურობის საიდუმლო ამ ურთიერთობის საიდუმლო ჯვარი მაგ დაწერილი. ასე ფიქრობ. ხო.
მანამდე არ გქონია ჯვარი დაწერილი. ალბათ რაღაცა ეს ყველაფერი ხო რიტუალია. ხა მე დიდი იცი რა ქვია რელიგიური ხარ? არა, დიდად არა, რელიგიური ვარ, მაგრამ ეხა დიდად charge goer-ი არა ვარ, იმიტომ რომ ეხა ბავშვობაში გვიარე რაც საჭირო იყო, ხო? არც ვასრულებ ამ რელიგიურ იმებს, რაღაცა მარხვალ იმებს არა. იმიტომ რომ არ ვასრულებ, მაგრამ რაღაცა რიტუალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სულ რომ პირველყოფილი ადამიანი იყო რიტუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და რიტუალებს ძალიან დიდი პატივს ვცემ. ყოფილა შენს ცხოვრებაში ურთიერთობა, რომელსაც აი დიდ სიყვარულს ეძახიან, φιλმებს იღებენ, წიგნებს წერენ და მთელი თავისი ტანჯვით, ტკივილი. იყო რომლის დამთავრების მერე დამჭირდა 3 წელი აღსადგენად. კი ბატონო. და 3 წელი არასთან არ ქონია ურთიერთობა და იყავი მისტიროდი ძველ სიყვარულს. მისტიროდი არა ისა, მაგრამ აღდგენა ხო ჭირდებოდა. ძალების, თვითშეფასების, საკუთარი ეგოსი, როგორ დაგიმსხვრიეს ეს ეგო, გამოგიყენეს, მოგატყუეს და გამცირეს, ასე ვთქვა, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. იმიტომ ვარ ძლიერი. ეს გაძლიერებს. აბარა. თუ არ გაძლიერდი, ესე იგი დაღუპული ხარ. და ესეთი ქალები ბევრი ვიცი, რომლებიც აი დანებდნენ და არა მაძლიერებს რომელი არას ლაპარაკობ. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო რუბრიკა, ბლიც ინტერვიუ, მოკლე კითხვები, მოკლე პასუხები. მე მგონია რომ შენ მოგეწონება. არა, არანაირი ერუდიცია. არის ვინმე ვისაც გულწრფელად გშურს? კონკრეტული პიროვნება? აჰა. აუცილებლად იქნება, უბრალოდ ეხა არ მახსენდება. თუ მშურს მარტო იმიტომ მშურს ამისი რომ ძალიან შინაგანად ბედნიერია და ფეხებზე კიდია, საერთოდ აი პასუხისგებლობები არ აქვს, მე ვარ ეგეთი პასუხი არ მაქვს. მისავ შენი თავის გშურს მგონი? არა, ჩემი თავის არ მშურს კაცო, რა შესაშური მე ვარ. არ მშურს არც იმისა, რომ ბევრი შვილები და ბედნიერი ოჯახი არ მშურს საერთოდ, კიდია. არც იმას რომ რაღაცა 30 ჰერმესის ჩანთა აქვს არ მაინტერესებს, არც იმას რომ ბრილიანტები აქვს ბევრი არ მაინტერესებს, არც იმას რომ რა ეს შურის ჰერმესის ჩანთა შენ ხო საშურე ობიექტებზე ვამბობ, აი რაზეც შეიძლება შეგშურდეს რაღაცა მატერიალური და ამ შურს იმისა ვუყურებ და ბედნიერია და შინაგანად კაი ხასიათზე აქვს შურს. ბოლო დროს როდის იტირე? არა კამერების წინ. კამერების წინ არც მიტირებ, მე როდის ვიტირე ბოლოს? დედა როგორ მახსოვს, ვერ ვიხსენებ. აი რაღაცა შეიძლება რომ აი რაღაცა გორილას იმაში გალიაში ჩავარდა ბავშვი და გორილამ რაღაცა გაიტაცა და ეს ბავშვი კი არ მეწოდება, ამას გორილა მეწოდება მოკლეს. პოპულარობა თუ ფული? პოპულარობა. წიგნი, რომელსაც ყველას ურჩევ, ან ფილმი, რომელსაც ყველას ურჩევ? წიგნი, რომელსაც ყველას ურჩევ, ქალებსაც და კაცებსაც შემოსაყვალესი წიგნი, ბოლოს 30 წელია, თუნდაც აი ვერ მოვახერხეს, რომ ეთარგმნათ ქართულად. დოქტორ კლარისა პინკოლა-ესტესის ქალი, რომელიც გლებთან ერთად გარბოდა. არის ესეთი ფსიქოლოგიური ძალიან მაგარი წიგნი. ია, ფიზიკურად შეხები ხარ ვინმე? მოგვიყევი რა. კი, როგორ არა დამირტყია და ყველაფერი. აბა როგორ. ცოტა დამაცადა იმას, თორე იმისი მეცემა ის მაგიდას რა მოტივით? აი მაშინ რომ ისე რა ქვია მომაძახეს რაღაცები ქოცებმა გაუბრაზდეს. მაგრამ იცი რა არის, ეს არის აფექტის დროს. მე არა ვარ ესეთი აგრესიული პიროვნება, ეხა მართლა არ მინდა რაღაცა, მაგრამ თუ აი ამ ბოლო დროს მაგეთობა ნერვები გამიფუჭა და არ ვიცი რომ აი პატარა რაღაცაზე ვფეთქდე. რამ გაგიფუჭა ნერვები? პოლიტიკა? რამდენად აი პირად ცხოვრებაში შემოიჭრა ეს პოლიტიკური? არა, პირად ცხოვრებაში არ შემოიჭრა, უბრალოდ გარემო. უბრალოდ რა არის, იცი, ყველა ჩემს გარშემო არის პესიმისტურად განწყობილი და მე ვარ ერთადერთი გიჟი თავისუფალია, რომელიც ხაღადებ რაღაცებს ლაპარაკობ და უკვე ნელა-ნელა რომ აი შენ მოგიყევი, იმას მოუყევი, ამას მოუყევი და უკვე ნელა-ნელა რომ
მომაცალეს და მომაცალეს ეს ენერგიები და უკვე არავის ნახვა აღარ მინდა, ხო? აი ცოტა, იმიტომ რომ მინდა ვიცი რომ გამიპუსწაკებს, მე რასაც ვლაპარაკობ, ბიჭო, რაღაცა მოდის ინფორმაცია და ვბაზრობ რა. ხო და აი რომ შენ მე ამას მიკლავ და აი ჩვენ გვაქვს ეს ეზოთერიკაში და ამ ჩეხოვის მეთოდში და შტაინერზე higher self and the lower self. Higher self. მე როცა higher self-იდან გებაზრები შენ მე მაგდებ lower self-ში, თელი საკუთარ lower self-ში ყოფება, მე I am lower self-იდან ვატრაკებ და ვიჩხუბობ და ვიგინები კი არა და შემიძლია ვცემო. ამიტომ მინდა რომ higher self-ში ვიყო. შენი ცხოვრების რომელი დღე, მომენტი გინდა რომ თავიდან განიცადო? იცი ასე ვერ ფიქრობ ვერაფერს ისეც ყველაზე ბედნიერი ყველაზე ბედნიერი 2 წუთი იყო აი მე რობერტენი რომ ამერჩია მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალა და სცენაზე მომიხმოდა ვიდექი და ქართველები აი ყვიროდნენ და ძალიან ბედნიერი ვიყავი მეორე ბედნიერი ვიყავი ნახე სულ წინა წლებს ვლაპარაკობ ეხლა ვაფშე არ მაქვს ეს შეგრძნებები იყო როდესაც ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და მიშა თუმანიშვილმა ხუთიანი დამიწერდა რომ ვნახეს გამოკრულისივდა ხუთიანი მოსტატობაში აი ავიწიე ცაში და ეხლა მეტი ესეთი რო გითხრა რომ ძალიან ესეთი მხიარული და თავს მიმხიარულებს სერიოზულად და რასაც ყოდეს საკუთარ თავს 18 წლისას აი 18 წლის უკვე ქმარი მყავდა და ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავი, ძალიან ცუდი ურთიერთობაში ვიყავი, რომ არ მეტყოდი, რომ გაუძელი ეს ყველაფერი დამთავრდება და შენ ერთ დღეს ძალიან გაძლიერდები და არაფერს არ შეგეშინდება. მაშინ გრძნობდი თავს სუსტად და დაუცველად? 18 წლის გოგოა, მაგრამ ეს ხასიათი მაინც ხონდა ახტაჯანური ისეთი, რომ მახსოვს ეს ისტორია, ხშირად მოგიყალია ეჭვიანი ქმარი, აი იმ ქმარსაც ურწყავდი ვაზებს თავში. ის ხო არ იყო ძალადობის მსხვერპლი? არა, ორივენი ვიყავით. ის რომ მირწყა და მეც ურწყავდი. წარმოუდგენელია. ყველაზე უცნაური ჩვევა, რომელიც აქვს იაფარულავას. არ მიყვარს ქაღალდების გადაყრა, აი მიყვარს რომ ეს ქაღალდი, რომელსაც ეხა ეს სცენარი უკანა ნაწილი, ეხა შეიძლება დაკუჭო და გადააგდო, არ მციამონებს. მინდა რომ ეს უკანა ნაწილიც გამოვიყენო, რაღაცა დავწერო და მე გადავარ. და საჭმლის გადაყრაც არ გიყვარს? კი, საჭმელებს ყრიების და დავატირე, არიც ეხაც მიდევს მოცივაში წინა კვირას სტუმრები მყავდა და ავჭამ, მაგრამ მიდევს მოცივაში ვისასვლა გადავყრი. საჭმლის გადაყრა არა მაქვს პრობლემა. რამე ახალს სწავლობ და რას? არაფერი, ეხლა ჩემი თერაპიები მაქვს, რაღაცა მძივებს ვაწყობ, აი მძივების აწყობის დროს, რაღაცა მძივებს ვაკეთებ და ძალიან პოპულარულია ჩემი მძივები, ვუსმენ ამ პოდკასტებს. და ვსწავლობ რაღაცებს. ნუ ვიგებ რაღაც სიახლეებს. რისი გეშენია ყველაზე მეტად? ვაფშე არაფერს არ მეშინია, სიმართლეს სიკვდილისაც კი არ მეშინია საერთოდ. აი არაფერს არ მეშინია. სიბერის? არა, სიბერეც კაი რამეა. დარც დაჭერის არ მეშინია, პირიქით, უნდა ერთხელ მაინც უნდა იყო დაჭერილი ადამიანი, რომ საერთოდ გმირად იყო შენაცხული ერჩვენი. გაძლებ ციხეში შენარი ტემპერამენტის გაძლებ კი არა იქ მატროსოზე ქალების კოლონიაში ჩემ სექტას გავაკეთებ და გურუ გავხტები და რებს არ ვიზავ არ იცი. ისეთოდ გურუ ვარ ბუნებით ახლა კიდევ მეზარება მოყოლა რატო და როგორ ეს მეორე სერიაში ხო და არაფერს არ მეშინია საერთოდ. აი არაფერს არ მეშინია. ნუ ხაიზა გველის მეშინია და იქ რაღაცა ღამეს ასაფლავე ვერ გავიგე. რაციონალური შიშებია. ხო, რაციონალური და ომის გეშინია? ომი გინდა? აი მე ომი არ მინდა, ომი ხო გამოვიარეთ და არც მაშინ არ მეშინოდა სხვათა შორის, მაშინ დიღომში ცხოვრობდი ფადისთან ერთად და ისე ვიყავით რაღაცა მობილიზებულები და რა ვიცი, რისი მეშინია. და ბოლოს, როგორ გონია ბავშვობა, როგორ მოქმედებს შენს დღევანდელ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორი ხარ? ეს ისეთი $1,000,000-იანი კითხვა არის, ბავშვობიდან მოვდივარ, ბავშვობა ყველაფერია, იქიდან ჩარჩენილი გელშტატები არის დღეს ჩვენი სუვენირები, რომელსაც we are dealing with.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, გარემოს, სოციუმს, როგორ გზდიან, რა მესიჯებს გეუბნებიან, რაიმე ყველაფერია, ბავშვობა ყველაფერია. ძალიან დიდი მადლობა ია, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და მინდა რომ ტაროს კარტებში კარგი რაღაცები ამოგივიდეს და აქვე პირობა მომეცი რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ გნახავ კამერების მიღმა და უნდა გამიშალო ტაროს კარტი. კამერებში? არა, კამერების გარეშე. კი, კაცო, მოდი როცა გინდა კამერებში. არა, რა თქმა უნდა, კამერები არ გამოვა, ხო, კამერები. არა, კამერების გარეშე გამიშალო. კი, მოგზავნეთ სტუმრად ქალბატონო 9 საათის მერე სუსახში ვარ, იშვიათად სადმე დავდიოდე, მომწონს მარტო ყოფნა. სახში ვარ და უნდა დამირეკო მომწერ. არ გიყვარს ხალხში ყოფნა? არა. რატო? რაღაც გონია რომ ძალიან სოციალური ადამიანი ხარ. ეს თამაშობ. ეხაც თამაშობდე ჩემთან ინტერვიუს დროს? ნაწილობრივ კი. აუცილებლად. სხვათა შორის ერთხელ გამახსენდა კონვერტი რომ არა, რაღაცა გადაცემა მიყავდა შენ იმედზე. ჩემი მშვენიერი ლედი და მაშინ გადაცემის პერსონაჟებისთვის იგონებდი ისტორიებს. იმედზე არა, პირველ არხზე იყო ეგ. პირველ არხზე იყო. და ფაქტობრივად ატყუებდი მაყურებელს. 4 წელი ვატყუე, იმიტომ რომ მოდიოდნენ ქალები გადაცემაში მონაწილეობდნენ და ისტორია არ აქვს და რო შევხედე ეს ისტორია რებს ვიგონებდი ვაფშე საიდან ეს ჩემი ფანტაზია არის ულევი და ეს მომენტი ეს არ გიქმნიდა უხერხულობას? მაშინ კაცო შოუ ეხა აკეთებენ ოკნან და ისე რომ დადგმულია და მე მაშინ ვდგავდი დიდი ამბავი. Before it was cool. Because თან ისე შოუ არის, შოუ, აბა როგორ კიდე ეხა შოუა და უნდა ია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი დღეს ამ გადაცემის სტუმარი და იმედია მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ველოდებით მოკლედ მეგობარ აქტს რომელიც იმედია მალე გაგვახარებს კანონად ჩათვალეს ძო დამთავრებულია კონცეფციის ამბავი მაგრამ იმისაც რომ დამთავრდეს ვაჭრობა მიდის და იმისაც რომ ვივაჭროთ ჩვენ უნდა უთხრათ იმათ რომ ბიჭო დაგვეხმარე რამე ვიკენი აი მართლა ვიღაცა უნდა ატალახებდეს ვაშინგტონის აი უნდა იმ მწვანე მოლზე იშდეს და ჯეიდი ვენსზე რუბიოს უნდა დაძდებდეს უკან იმითი რა ქვია აი ესე არავინ არაფერს არ აკეთებს ერთი ჟურნალისტი არ ყავს ვაშინგტონში მადლობა ძალიან დიდი მადლობა იმედია შენთვისაც არ იყო დიდი დისკომფორტი ვიცი რომ არ გიყვარს გადაღებები მადლობა ხო გავერთე კაი მადლობთ კარგად. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა და ჩვენი სტუმარი ია ფარულავა. აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, მოკლედ ყველგან ვართ ჩვენ და კომენტარებში მოგწერეთ, ვისი სურვებდით შემდეგი გადაცემისთვის სტუმრად. მადლობა რომ გვიყურებდით.